ისინი აქ გამართულ აქციებზე არ მოდიან, თუმცა მათი პროტესტის საგანი ნაცმოძრაობა სწორედ აქ იყრის თავს. ისინი სამართალს კანონისგან ელიან, ჯალათების დასჯას, ვინც ათასობით ოჯახს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ელიან როდის გაასამართლებს ქვეყანა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს და ამ იმედით აქ, ამ ადგილას, საპარლამენტო კომისიაზე მოდიან. თავიანთ ცხოვრებაზე აძლევენ ჩვენებას, თუმცა ყოველი დეტალის გახსენება მათთვის ჯოჯოხეთის ხელახლა გავლის ტოლფასია. სრული თავიდან ბოლომდე ჯოჯოხეთი და მე დღესაც ეს ოჯახები გავდივარ ჯოჯოხეთს, იმიტომ რომ დღეს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის ამ ყველაფრის დეტალებში გახსენება ნამდვილად ზუსტად იგივე ემოციები წამოვიდა. ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ პირველი მე ვიქნები. რაზე მაქვს აქ ლაპარაკი უკვე ყველა მიხვდებით. ანუ ერთმანეთში სიცილი კისკისით უგასროთ რომ ის იყო პატარა ბავშვი და უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებდნენ ვიდრე ზრდასრულ მანდილოსთან. ესენი სულ ყველა გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს ჩემი მეუღლეც, უკვე ასაკოვანი კაცი დაახლოებით 60-61 წლის იყო უკვე მაშინ. უმოწყალოდ ცემეს ადამიანი, რომელიც დღეში 4 ჯერ ინსულინს იკეთებდა. 6 მეკნი მოტეხილი მე როგორც იქიდან დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწი ძვალი, უკანა ძვალი და ასე შემდეგ რა. თავში არ მიტყავდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშული იყავი და გამეგო რატომ ჯიბრი. თქვენ შვილებს ტუჩებში კოცნით და ჩვენ შვილებს საფლავებზე ვკოცნით. ეს გაითავისეთ. თქვენ მორალღირსება და კარგულებო თქვენ. რამდენი უდანაშაულო და შავებით შემოსეთ. მიხეილ ართმელაძის 21 წლის შვილი ორ მეგობართან ერთად ნავთლუხში კუდის სპეცოპერაციისას მიჯრით ჩაცხრილეს. კუდის მაშინდელ უფროსს დათა ახალაიას ტერორისტებზე საქმის შესაკერად 3 ტრუპი სჭირდებოდა და შემთხვევითი შერჩევის წესით ეს 3 ბიჭი მოკლეს. 17 წლის მურად გორგაძე, 23 წლის მარად ართმელაძე და 21 წლის რომან სურმანიძე. საახალწლო არდადეგების შემდეგ ისინი ბათუმში აპირებდნენ გამგზავრებას, სადაც უნივერსიტეტში სწავლობდნენ. შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა ითხოვეს შველა და შეეცადნენ გაქცევას. თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამძრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განზრახ მკვლელობის მიზნით დაიწყო მიზანმიმართული სროლა. მოკლულთაგან მხოლოდ რომან სურმანიძეს ჰქონდა თანპირადობის საბუთი და შესაბამისად საქმეც მასზე შეიგერა. რუსთავის ციხეზე აპირებდნენ თავდასხმას და მეგობრის ძმის გათავისუფლებასო. ამ ვერსიისთვის დახოცილებს გვერდით ავტომატები დაუდეს. ეს ჯგუფი იყო ვის გეგმავდა. რომან სურმანიძე ესე იგი პასპორტი ჰქონდა და იმით იცნეს. და დანარჩენ ორს იცნობ, მეკითხებიან, რომ ვიცნობ კაცო, მანახეთ უთხარ. მანახეს სამვე მე ამოვიცანე გორგაძეს და ართმელაძეს, მე ამოვიცანე, თორემ იგენი ვინც რომ დახოცა აზრზე არ იყვნენ ის ორი გვამი ვინ იყო. მამებს შვილების მკვლელობა არ აკმარეს, გალანძღეს, ტერორისტები გაგიზრდიათო და გვამები დამადლებით გამოატანეს. რა შეურაცხყოფებითო და რანაირად წამოვიყვანეთ გვამი მერთი იყურებოდაო, სხვა ვინმე ვერ მიხდებაო. ჩამოსლებ ჩემებმა თქვეს. ისეთ წვალებით და შეურაცხყოფებითო და შიშითო და რომ თქვენ ტერორისტები ყოლიან თქვენაო და მიმიხდით ახლა რა გამოთქმებით მოგწეს ჩემი შვილი და სადაც მივედი, სულ ლანძღვა გინებას ვისმენდი ჩემი მისამართით და ამ უდანაშაულოდ დახოცილი ბავშვების მისამართით. ესენი თურმე ტერორისტებად გუზდიან, თურმე არაკაცებად გუზდიან, ვინ არიან აგენის მშობლები, ეს რა ხალხი ყოფილან ეს აჭარლები. მარად ართმელაძის დედამ დარდს ვერ გაუძლო და შვილს საფლავში ჩახვა. ეს ჩემმა მეუღლემ ცხონებულმა რომ ნახა შვილი ესე იგი ცოცხალი აღარ იყო, ჩარიელი ფუტლი არ იყო. ამოცილი ქონდა ყველანაირი რომ სწორად დავხსნათ, სწორად გავიგოთ და იმ თოკით იყო მოკერილი მეთქი. ამაზე ჯამრთელია ახალგაზრდა ქალი, ამაზე
ესე იგი ვეღარ გაუძლო და გაიტიშა რომ თქვა ეს დავაშაფლავეთ, მე აღარ მოიგეთ ამ მეუღლემ. სურმანიძეებმა ბავშვის მკვლელობის გამოძიება მოითხოვეს. პასუხად კი მეორე შვილის მოკლით დაემუქრნენ. განცხადება მინდა შევიტანო სადმე რომ ერთი გამეიძიონ კაცო რა დააშავა ამ ჩემ ბაღანო ვინ მოკლა რომ პასუხი ვაგო ამ ბოდიში მოუხადო ჩემი ბაღნის ხელიდან გასროლი ტყვიას ვინ ემსხვერპლა ან ვინ დაიჭრა დაბრუნდი უკან თუ გინდა რომ დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს. მამა იძულებული გახდა უფროს ვაჟთან ერთად თურქეთში გადახვეწილიყო და მხოლოდ 2013-ში დაბრუნდნენ უკან. სტრასბურგში დიეცა საქმე და გამართლეს ეს უდანაშაულობა უშვები, თორემ დღესაც ტერორისტების სახელით იქნებოდნენ მიწაში. რამდენი უდანაშაულო ოჯახი? გააპარტახეთ, განადგურეთ, ჯალათებო, თქვენ მორალღირსება და გარგულებო, თქვენ კიდევ გამოდიხართ, კიდევ პოლიტიკაში ჩამოდიხართ და ცდილობა გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნებისა. ნავთლუღის სპეცოპერაციიდან სამთვეში ჩოგბურთის კორტებთან 50 პოლიციელი დაესხა ავტომობილს. 70 ტყვია ესროლეს და შედეგად 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. სტანდარტული სქემით პოლიციელებმა მანქანაში იარაღი ჩადეს და განაცხადეს, რომ ცეცხლი საპასუხოდ გახსნეს. პოლიცია სადამშელო ეგზეკუციის მანქანად იქცა. ადგილზე ხოცავდნენ ყველას, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ. მიზეზი თუ უმიზეზოდ. კერძოდ 2003-ში ციხის იზოლატორში მოკლეს გიორგი ინასარიძე. 2004-ში კარდენახში დაკავებისას მოკლეს ოთარ გველუკაშვილი. ზუგდიდში სპეცოპერაციისას მოკლეს დიკო პარქაია და ზაზა ფანცქელიძე. მესტიაში სპეცოპერაციისას მოკლეს ევგენი და ომე ხაფრასიძეები. ცემით მოკლეს ხვიჩა კვირიკაშვილი. დიდუბის პანთეონთან მოკლეს ბუტარო ბაკიძე. ხელვაჩაოში სპეცოპერაციისას მოკლეს სულხან ლომიძე. 2005-ში დაკავებისას მოკლეს ვლადიმერ ხოშტარია. გურჯაანში სპეცოპერაციისას მოკლეს აკაკი კორკოტაშვილი. დუიში სპეცოპერაციისას მოკლეს ავთო და ვახო გუმაშვილები. აბაშაში დაკავებისას მოკლეს ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ სეგვავა. თბილისში სპეცოპერაციისას მოკლეს თამას კურკუმული. ლანჩხუთში დაკავებისას მოკლეს ალექსანდრე თაბაგარი. თბილისში სპეცოპერაციისას მოკლეს ხვიჩა მელაძე, გიორგი მანჯავიძე და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისში დაკავებისას მოკლეს ლევან გულუა. 2006-ში თბილისში სპეცოპერაციისას მოკლეს მურად გიორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელიძე. მესტიაში ცემით მოკლეს რევას ცალანი. ოქროკანის სასაფლაოზე წამებით მოკლეს სანდრო გირგულიანი. სპეცოპერაციისას მოკლეს გია თელია. დაკავებისას მოკლეს ჯემალ ჩაფიძე. ვარძიხეში სპეცოპერაციისას მოკლეს ზვიად გაბუხადია, ბუთხუს გიზირია და ვალერი ბენდელიანი. თბილისის კორტებთან სპეცოპერაციისას მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. საგარეჯოში დაკავებისას მოკლეს გელა ცინდელიანი. ხობში სპეცოპერაციისას მოკლეს ხვიჩა კოკაია. ქუთაისში შელაპარაკებისას მოკლეს ვალერი ფხალაძე. 2007-ში ახალციხეში მოკლეს მიხეილ კირაკოსიანი, რომელმაც სასტვენზე არ გააჩერა მოტოციკლი. თელავში პატრულმა მანქანით გაიტანა გიგა ჭარბაძე. სოფელ დიღომში ცემით მოკლეს ალექსანდრე ხოსიტაშვილი. სპეცოპერაციისას მოკლეს ოლეგ მესხიძე. 2008-ში საკუთარ სახლში აყვანისას მოკლეს თენგის გოგია. რუსთაველის მეტროსთან მოკლეს გიორგი გამცემლიძე. ბათუმში წამებით მოკლეს როინ შალაძე. უგზო-უკლოდ გააქრეს პაატა ქარდავა და დავით ცინდელიანი. გურჯაანში შელაპარაკებისას მოკლეს ალექსანდრე კვეზერელი. 2009-ში სპეცოპერაციისას მოკლეს გია კრიალაშვილი. ზუგდიდში დაკავებისას მოკლეს ჯიმი მეგრელიძე. თბილისში დაკავებისას მოკლეს მამუკა ჩარჩანია. 2011-ში თბილისში აქციის დარბევისას მოკლეს ნიკა კვინიტაძე და სულიკო ასათიანი. აქციებზე დგომისა და ნაც რეჟიმის გაპროტესტებისთვის ათობით ადამიანს ზილის საკურთხო მანქანებით იარაღის შემოზიდვა და გადატრიალების მცდელობა დასწამეს. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობდნენ, ერთი ბანდის წევრებად შერაცხეს და ათობით მისამართზე გამთენიისას ერთდროულად დააპატიმრეს. მათ შორის ლერი ბერიტაშვილიც. საკნების ქალაქი რო იყო, კაროების ქალაქი რო იყო. ყველა აქციაში მონაწილეობდი. მივიღე საბოლოო ჯამში ის რაც მივიღე დამაკავეს. დილის 5 საათზე ჩოჩქოლმა გააღვიძა. ეზო სპეცდანიშნულების რაზმით იყო სავსე და სადარბაზოშიც ისმოდა როგორ ამოდიოდნენ. დაიწყეს პოლიცია სავსე ესეთი რაღაცა, რამდენიმე ადამიანს უე კარებს ურტყავენ, იმითი შემონგრევა რა. ავედი საძინებლის პანჯარაზე რომ გადამეხედა კიდე იქით რამე ხო არ ეშლებოდა, ანუ ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩავსვი, რა უნდა მომხდარიყო უცად. რომ დამინახეს რომ პანჯარაზე ვიდექი, მესროლეს
2 ტყვია მესროლეს რა. ამ ინერციამ მე გადამაგდო ფანჯრიდან რა. რას მოვეკიდე მართლა არ მახსოვს. მერვე სართულის ფანჯრიდან გადავარდნილი საწვიმარ მილს მოეჭიდა და კორპუსის სახურავზე აძვრა. თუმცა მალევე ბინაში დაბრუნდა და ჩაბარდა, სადაც მეუღლეს უკვე სპეცრაზმი უსწორდებოდა. სალიფტედან ჩამოვედი. რო დაუთხარი რომ აგერავარ და არ გავქცეულვარ და არჩე, იმიტომ რომ მე დაბლამეძებ იმათეგონათ რომ მე გადავარდი და იმიტომ რომ ვერანაირად ვერ დაუშვეს რომ მე მაღლა როგორ შეიძლება და რომ აღმოჩენილიყავ სახურავზე. ყოფილი მეუღლე ისეთ ცემეს. აი გადასაფარებელი გადააფარეს იარაღის ყოდახებით, წიხლით, ხელით, რა ვიცი, აი თუ რამე შეიძლება რომ ჩაერთვათ, ალბათ ჩაარტყეს რა იმ ადამიანს. ბინიდან რა თქმა უნდა იარაღის მთელი არსენალი ამოიღეს, ხოლო კუდში გადაყვანილს წინასწარ დაწერილ აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერა და სხვების დასმენა მოსთხოვეს. იქ მაყურებინეს ჩემი მეგობრის, აი მე არ ვიცი, იმიტომ რომ იმ დღესვე გადაიყვანეს გოჩა ჩიხლაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და გავიგებთ რომ გარდაიცვალა. ეგეთი ადამიანის ცემა შემიძლია ხატთან დავდგე და დავიფიცო რომ ფილმშიც არ მაქვს ნანახი. გიორგი ჩიხლაძეს როგორ გაუხსოვდნენ. იქვე მეუნეოდნენ რომ ამის მერე შენი ჯერია. დაემუქრნენ აქვე კაბინეტში მოვიყვანთ შენს 14 წლის ქალიშვილს და ჯგუფურად გავაუპატიურებთო. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ხელიც თავად მოაწერეს. იაკო ამის შვილი, აი ეხლა მივიდა ბორჯომის ქუჩაზე, ლეხანოვის ხოლმე. არკაში შედის და რა ვქნათ. მანქანა ტრიალდება და უნდა ახლა მოიყვანოთ. მე ის სიტყვებით რა, რომ არა მივიქნები პირველი. მაგ დროს ადამიანი ხდები, ზოგმა შეიძლება თქვას რომ უსუსური, არა, უსუსური არ ხდები. პირდაპირ მნიშვნელობით მკვლელი ხდები. მკვლელი რო ხდები, მაგიტომაც ანუ აბავდნენ, რომ რაღაც მოქმედება არ გაგეკეთებინა. დენის აპარატზე წამების შედეგად გულის სარქველები გაუსკდა და მძიმე ოპერაცია დასჭირდა. 30 წლიან პატიმრობას პირდებოდნენ, მაგრამ 6 თვის შემდეგ, როდესაც ქუჩის აქციები ჩაახშეს, ზილების საქმეც აღარ დასჭირდათ და ლერი გაუშვეს. თუმცა მანამდე მძევლად მისი ვაჟი აიყვანეს და მამის თვალწინს ცემეს, რომ ხმა არაფერზე ამოეღო. უფალს თხოვე რომ გადამარჩინე, იმიტომ რომ გულის ოპერაცია ცოტა ისეთი რთული თემაა, თან მე რა ოპერაციას გავიკეთე. რომ დრო მოვა, ახალაია თავის შვილთან ერთად როგორ შეიძლება რომ ისე დავლიო სულ დამქვეყნიდან წავიდე, რომ თავის შვილთან ერთად უბრალოდ არ ვნახო სადმე, უბრალოდ გვერდში დაუდგები და მე იმის შვილს მინდა თვალებში ჩავხედო და მე იმას და რა რეაქცია ექნება. მათ მიეზღვებათ, რაც მიეზღვათ იმაზე მეტიც მომავალში დარწმუნებული ვარ კონკრეტულად ვინც ჩაიდინა. შვილები, რა თქმა უნდა, მამების გამო ვერც სააკაშვილის, ვერც დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას ვერ აგებენ მათ გამო პასუხს. წყალბურთელი არაჩვეულებრივი შვილები მყავს, წყალბურთელი იყო ჩემი შვილი, უმაღლესში სწავლობდა და მე ვიყავდი ჩვეულებრივ ცხოვრების დინებას. აი ჩვეულებრივი ოჯახები რო ესეთ ჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. მიწასთან გამისწორეს. ჩემმა შვილებმა რა დააშავეს. დღეს რო გამოდიან ამინა ეხლა ის პატარა ბავშვები არიან და ლანძღოდავ თათხომ არა გასალანძღებიც არიან და უარესის ღირსებიც არიან, მაგრამ შედარებას რო აკეთებენ. ეს მთავრობა ხო? უნდა გადააგდონ და უნდა მოვიდეს გვარამია. კაი სააკაშვილის თავიდან გვარამია უნდა მოვიდეს. კეზერაშვილი უნდა მოვიდეს. სამივეს ყურადღება მარიამ რატიანმა იმით მიიპყრო, რომ მეუღლესთან ერთად ნაცმოძრაობის საპროტესტო აქციებზე დადიოდა და კუთვნილი სუპერმარკეტების ქსელიდან დემონსტრანტებს საკვებს უფასოდ აწვდიდა. აქციაზე ამისთვის მადლობა ხმამაღლაც გამოუცხადეს. ერთი წუთით არ გვიფიქრია, რომ ამის გამო შეიძლება ესე დავსჯილიყავით, მეუღლე წავიდა სამსახურში და მე ვთავ ტელევიზორს და გებულობ, რომ ერთ ჩვენ მაღაზიაში ესე შეცვლიდნენ სპეცნაზის ფორმებში
გალუქეს მაღაზია, ეს კონსულტანტები, გოგონები ზოგი იატაკზე დააწვინეს, ზოგი კედლებთან დააყენეს ესე ხელებით და ხედავ დირექტორი როგორ გამოყავთ და ხელბორკილებით როგორ მიყავთ. ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს რაც მაშინ ხდებოდა ცირკს უწოდებს, მაგრამ ალბათ მათი გადმოსახედიდან ესე იყო, რადგანაც ჩვენ ვიყავით ჯამბაზები, რომლებსაც ათამაშებდნენ ამ ცირკის არენაზე და ჩვენთვის ეს იყო აბსოლუტურად სრული თავიდან ბოლომდე ჯოჯოხეთი. თავდაპირველად ბიზნეს პარტნიორი დაიჭირეს და მილიონის ჯარიმა დაადეს. საკუთარი ქონება ბიზნესს მხოლოდ 2 სუპერმარკეტის შენობა ჰქონდა და ორივეს გაყიდვა გადაწყდა. თუმცა საქმეში TBC ბანკი ჩაერთო, რეკეტში სააკაშვილის პარტნიორი და $1,100,000 შეფასებული ქონება ხაზარაძემ ხელში მუქთად ჩაიგდო. ჩვენ ეს ქონებები რო ვიყიდეთ 4 წელიწად ნახევარი ვიხდიდით თვეში $50,000, რომ ეს ქონებაზე უკვე წელიწად ნახევარი იყო დარჩენილი, რომ უკვე ჩვენი იქნებოდა ეს ქონება. რა თქმა უნდა, ეს გადახდილი თანხებიც არავინ არაფერში არ ჩაგვითვალ. ამგვარად ერთი ქონება, რომლის კრედიტი TBC-ს უკვე დაბრუნებული ჰქონდა, ხაზარაძემ უფასოდ მიიღო. მეორე ქონება კი ნაცმოძრაობის დეპუტატ თამაზ გველუკაშვილს მესამედ ფასად ერგო. გადაყიდა და $500,000 ჯიბეში ჩაიდო. ბიზნეს პარტნიორი გამოუშვეს და ახლა მეუღლე დაიჭირეს. მეხუთე შვილზე ფეხმძიმედ მყოფ მარიამს ისევ $1,000,000 მოსთხოვეს. უკვე აღარაფერი აღარ გქონდა ფაქტიურად და ამ თანხას რო გთხოვდნენ, ჩემი მეგობრები, ჩემი მეუღლის მეგობრები, თუ კი ვინმეს რამე საშუალება გქონდა, ან ვინმეს ოქრო გქონდა, მანქანა ყავთ, უკვე ჩემი მეუღლის გამოსაყვანი თანხა მოვაგროვეთ ისე, რომ ეს ოქროები, მანქანები დავალომბარდეთ და რაღაცა მადლობა იმ ადამიანებს ესე ყველას დახმარებით. თუმცა იყო მარიამის მშობლების სახლი წყნეთში და ნაცრეჟიმი სწორედ ამ ქონებას ითხოვდა, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ქუჩაში რჩებოდა. გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. გამოვედი მდგომარეობიდან და პირველი სიტყვა რაც იყო, უთხარი რომ ყველაფერს გავყიდი რაც გამაჩნია. წლებია მას შემდეგ თბილისის ერთ-ერთი შეძლებული ოჯახი ნაკირავებში ცხოვრობს და თვიდან თვემდე სულ იმის შიშია, რომ ქირის საფასურს თავს ვერ მოუღრის. მარიამის მეუღლე ციხიდან ფსიქიკურად შეშლილი დაბრუნდა და ოჯახიც დაიშალა. დავრჩით ქუჩაში, ჩემი დედა, მამა, კახა რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია და ვერც ხვდება რაშია საქმე დღესაც და სად არის რეალურად. ამ ფონზე დღეს რომ ოცნების რეჟიმსა და რეჟიმის პატიმრებზე საუბრობენ, მარიამს სამართლიანობის აღდგენის იმედი ეწურება და ახალ თაობაზე დარდობს. ნოემბერში რომ დაიწყო აქციები რუსულ კანონთან დაკავშირებით, რო ხედავდი ამ ადამიანებს, ვიჯექი და თავისით მომდიოდა ცრემლები, იცით რომ აღარ დამთავრდა ეს უსამართლობა, აღარ დამთავრდა ამათი გამოსვლა და კიდევ რომ ხალხს მიმართავენ. ყველაზე დიდი დასჯა მათი რა იქნება, იცით რომ გაიაზრონ რა აქვთ გაკეთებული. მესე მგონია რომ ყველა სასჯელზე მეტი ეს არის, როდესაც ღმერთი ნამუსს გაგიღვიძებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს გაიაზრო რა გააკეთეს ამ ადამიანებმა და შვიდად დაწვედა დაიცი. სააკაშვილი იქნება შენი დასასრული. ძალიან სააკაში გიხილავ. შვიდობიან სააკაში. რატიანების მსგავსად აქციაზე აქტიურობა იყო მამუკა კვარაცხელიას დანაშაულიც. UEFA-ს მედია ოფიცერმა ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნების გაყალბება კარვების ქალაქში შიმშილობით გააპროტესტა და პასუხმაც არ დააყოვნა. დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება რა და მეთქი ტყვა მთრალია ვიღაცა და გვერდზე გადავაყენე მანქანა შავი ზღვის ქუჩაზე. შუქნიშანთან გახვალ თუ არა. და სანამე გადავაყენებდი 4 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან, გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ, ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში, რაღაც წამებში, რა კინოებში რო გინახეთ, ეგეთი რაღაც მოხდა რა. თავზე რა თქმა უნდა, ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. ერთ წერტილში 10 ღმერთმა ყოლა დაიფაროს, ერთ წერტილში 10 ჯერ
უტყავენ ადამიანს, ეს არის საშინელი ტკივილი რა და ჭყვიდან გადაყავთ ტკივილს და თან გაგინებენ რაღაცა და რამდენიმე დღით ადრე მამუკამ გაბედა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იყარა კენჭი. მაშინ როცა ნაცმოძრაობას იქ თავისი კაცი ზვიად სიჭინავა უნდოდა. ჩემი შანსი არის წესიერი პატიოსანი ამომრჩეველი, პატიოსანი დელეგატი, რომელიც ზემოდან დაარეკილს ან კიდე თქვათ რაღაცა სხვა ბინძური მაქინაციებით მოპოვებულ თავის მანდატს არ გადააყოლებს ქართულ ფეხბურთს და მომცემს ხმას, რადგან მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი პროგრამა მაქვს. მამუკა ადვილად დაბლოკეს. ხმის მიცემა ვერავინ გაბედა. სამაგიეროდ მეორე კანდიდატს გიორგი ნემსაძეს დაუჭირეს მხარი. როდესაც არჩევნები მორჩა, გააღვიძეს სააკაშვილი, რომელსაც ეძინა უთხრეს ამბავი და მისმა ესე იგი პარტიის წევრებმა ლომაია, უგულავა, ბოკერია და თუ არ ვცდები გაბაშვილმა უთხრეს, რომ თუ ეს არჩევნები აი შედეგით არ შეიცვლებოდა ეს არჩევნების შედეგი ისინი დატოვებდნენ პარტიას და მიკატყდა ერთი ამბავი. ესე იგი ყრილობის დამთავრება, გამარჯვებით, მილოცვები, პრესა, რაღაცა ინტერვიუები და ასე შემდეგ და აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის აღარ მახსოვს უბრალოდ ისეთი აჟიოტაჟი და ისეთი ეიფორია იყო არ მახსოვს მოდის ადამიანი ნიშამ დამირეკანს სააკაშვილმა და სასტრაფოდ უნდა შეთან დაკავშირებაო და დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარა, ნუ არ ვიცი ხარ რა ენაზე აქ ნამდვილად ვერ გავაჟღერებ ძალიან შეურაცხყოფილი იყო და თუ კირკიტაძე და შენთან უნდა გასაუბრებაო და ლაპარაკი აუცილებლად. ფედერაციის პრეზიდენტად ნემსაძემ სულ 9 საათი გასტანა და უამრავი მილოცვის შემდეგ უსიტყვოდ გადადგა. შეიძლება მეთქი რომ ქვეყნის პრეზიდენტი დედამიწაზე ერთი რამე არ მოხდა არასად რა რომ არჩეული პრეზიდენტი 9 საათში გადაერჩიოთ ქვეყნის უმაღლეს ისეთი რამე არსად 211 ქვეყანაა FIFA-ში და ესეთი რამე არსად არ მოხდა რა. ნემსაძისგან განსხვავებით არჩევნების გაყალბება მამუკამ გააპროტესტა და მალევე მწარედინანა. პროტესტიც და ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობაც. რო ვწოდნოდა რომ ესე მოიცოდა, რა თქმა უნდა არ გააკეთებდი ამობას, იმიტომ რომ იმდენად დიდი იყო ფიზიკური და სულიერი შეურაცხყოფა, როდესაც შეკრულ ადამიანს თავზე ჩამოცმული გაქვს რაღაცა ხელები უკან შეკრული, ფეხები უკან შეკრული, გაგინებენ, გლანძღავენ შენ ნათესავებს, აგინებენ შენ უახლოეს ადამიანს, აგინებენ ნიშნობის მაშინ მეუღლე მყავდა და ნიშნობის ბეჭედიც კი მომხსნეს და ისა რა ქვია ძალიან ისეთი ის იყო რა, მოკლედ აი აბა რომელი მჭკუათყოფელი მიიღეს მონაწილეობას, ეს რო ყველაფერი იცოდეს რა. იმდენად დიდი ტკივილი იყო, რომ დიდხანს გამყვა ეს და დღესაც მომყვება ეს ამბავი, რომ აი ესეთი რაღაცა ის მოხდა რა. ნაცმოძრაობის ნაცისტური მეთოდები ურჩევის გატეხვას და სხვებისთვის მაგალითის შექმნას ემსახურებოდა. თუმცა კიდევ ერთი მიზანი ძარცვა იყო და არავინ იყო ქონებრივად დაცული, თავად პარლამენტარიც კი. პარლამენტარ ვალერი გელაშვილს მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც სააკაშვილს მისი სახლი მოეწონა და მისი დაპატრონება გადაწყვიტა. საპრეზიდენტო განკარგულებით მას $1.5 მილიონის გადახდას დაპირდა. თუმცა გადააგდო. გელაშვილმა კი ეს გააპროტესტა, მათ შორის პრესაში. მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩემს სახლს არ ემონტებდა, უკვე $3 მილიონზე მეტი ქონა დახარჯული. ერთხელ ავდექი და ყლომები დავადი სახლს და მომთხარი ვერ შეხვალ შიგ საცხოვრებას, სანამ ჩემთან ანგარიშტორებას არ მოახდენდნენ. ბლოკირება გამიკეთეს ორმაშინდისფერო მანქანამ და უკიდან ავტობუსიდან გამოხდნენ სპეცნაზის ფორმაში. 6-7 კაცი და ავტომატის ჯერი დაცალეს. შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, უკნიდან შუშა, გვერდიდან შუშები ჩამემტრიეს, დაცვა გადავიდა ხელი აწია, მეც გადმომეთმითო იარაღი ქონდა, მაგრამ ხელი არ მოკიდე იარაღს, იმიტომ ჩამცხილავდნენ. გადმოვედი ხელი წია, გადმოვედი. მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, რაც მე ფაქტობრივად მოხდა კიდეც. ამაზე მქონდა ამის დადასტურება მოხდა დღესასამართლოში. მერაბიშვილი იყო ამ საქმის მთავარი შემოქმედი პირი. ვეღარაფერს ვერ ხედავდი, იმიტომ თვალისგუბები ქონდა ძალიან დასიებული და ესე გავიხსენე თვალისგუბების სისხლი მომდიოდა სულა და იქ არის სამრეც ხავა იყო და იქ გადამიყვანეს ხალხმა ვიცი ხონა იქ და ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. და იქ დამაჯინეს და მაშინ დარეკა მეუღლე ვილიამსიდან და მე უთხარი სასრაბო თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან მეთქი. თორე არ მაცოცხლობენ მეთქი. თუ გამიშებ თუ კეთილს
სანამ თვითმფრინავი ჩამოაკითხავდა, გელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნაცების მითითებით ექიმები ფაშისტ იოსებ მენგელის სტილში გელაშვილს მეთოდურად ბოლომდე კლავდნენ. თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა და ფუძიძვალი მქონდა მოტეხილობა. უცრავად გადასხმებს მიკეთებდნენ შეგნებულად აკეთებდნენ გადასხმებს, წყალი შესული ყოფილი თვეში? კი. საათ ნახევარი ჩემი რო ჩამოვიდნენ ექიმები, საათ ნახევარი მაყდა რომ გავთიშვილი ყავ უკვე კონში წელს. პოლიტიკური ტერორი, ასევე სხვისი ქონების მიტაცება ნაც რეჟიმის ორი მამოძრავებელი მოტივი იყო. ეგზეკუციისთვის ერთი მოტივით საკმარისი იყო. იტაცებდნენ ყველაფერს, რაც თვალში მოუვიდოდათ. 52 სადგური და 4 ნავთო ბაზა. ვის საკუთრებაშია? 52 ავტოგასამართი და ნავთო ბაზები დღეს არის კომპანია San Petroleum Georgia's საკუთრებაში, რომლის მეპატრონე მე არ ვიცი კიდევ თუ გადააფორმა, არა იყო კეზერაშვილი. აწერია გალფი, მანქანებს აწერია გალფი, იქავარ მე მიმდებარედ პატარა ის დამჭა რაღაცა ხოხი და ისენი და დღე და ღამე უყურებ ამ უბედურებას. წართმეულ ქონებას სამართალის აღდგენის იმედით გასცქერის და კომისიასაც ჩვენება ამ იმედით მისცა. 2024 წლის არჩევნებზე კი გულმა არ მოუთმინა და თავის ყოფილ ქონებას გვიან ღამით საპროტესტო ბანერი მიაკრა, თუმცა უკვე დილით გადაღებელი დახვდა. ეხლა სადაც ვგევარ, უყურებ ბოროტმოქმედების გამოქმედა, ბოროტებას. ეს აი ბანდის წევრებმა ინიციალები დატოვეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს ჩაიდინეს, როცა მე ჩემი ხელით დავაწერე ის რაც ჩანს კადრებზე. არ გაინტერესებთ რეაგირება პოლიციის. ადგილზე მოვიდნენ და აქ კამერებია რომ ნახეს მე დამისვეს შეკითხვა. შენ როგორ ახვედი რომ დააწერე? ჯემალ ლეონიძეც, ისევე როგორც ასობით ბიზნესმენი, ნაც რეჟიმის დაკვეთით მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკის გამოყენებით გააკულაგა. დაკვეთა იყო სპეციალური კეზერაშვილისა TBC ბანკის მესვეურების მიმართ. დაში ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული სუყველა. კეზერაშვილმა იმ პერიოდში გალფის ბენზინგასამართი ქსელი გახსნა და მაგნატის ბრენდით მოქმედი საკმაოდ მსხვილი კონკურენტული ქსელი მამუკა ხაზარაძეს შეუკვეთა და მანაც 8 ფეხასავით დაიწყო ბიზნესის მოხრჩობა. პირველ რიგში კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნება მოსთხოვა. ქვეყანა მომი გადაიტანა და სექტემბრის თვეში ბანკმა TBC-მ მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა. 3 მილიონი დოლარი კი დაფარა, თუმცა საწვავის შემოსატანად თანხა აღარ დარჩა და ბიზნესიც გაჩერდა. TBC-მ კომპანიის შესყიდვა შესთავაზა. თანხაზე შეთანხმდნენ და კომპანიაშიც TBC-ის მენეჯმენტი შევიდა, რომელმაც TBC-დან მალულად 5 მილიონის კრედიტი აიღო და კომპანია გააკოტრა. ხაზარაძემ არც შეპირებული წილის საფასური გადაიხადა და ბენზინგასამართი ქსელიც უფასო დაართვა მაგნატს. შემდეგ კი ლანგარზე კეზერაშვილს მიერთვა. ჯემალ ლეონიძე კი ციხეში ჩასვეს. აი დღესაც რომ გამეღვიძება, აი კამერაში რომ კარებს გაღების დროს ღამის 2-3 საათზე 20 კაცი რომ დაგადგებოდა თავზე, მე დახურული რეჟიმი მქონდა და ისეთი დონის დამნაშავე ვიყავი. პაემანით შეზღუდული მქონდა ხო და ყველა ის სიკეთე რაც შეიძლება პატიმარს ქონოდა, მაგრამ შეხვედრა იყო შუშებიდან, მე ვერც სახეს ხედავდი და ვერც იმად გამომეწყველებას და ვერაფერს. როგორც ნაც რეჟიმის ყველა მსხვერპლს, ჯემალ ლეონიძესაც ისაშინებს, რომ ახალმა თაობამ ეს ამბები არ იცის და შედეგად ნაცმოძრაობის დაკრულზეც ეკავს. არ იცის, რომ მათ, ვისაც სცენაზე დღეს ტაშს უკრავს, ხელები ძმათა სისხლში აქვს გასვრილი და ხვალაც იმავეს იზამენ, თუ საშუალება მიეცათ. დღეს რა დღეშია ქუჩა და სახლი და კარი და ეზო ყველა ვხედავთ, ხო? უარესსაც გააკეთებენ თუ დროზე ხალხმა თუ ასეთი ბოგინი იქნა, კიდევ გახვალ მანქანით მიდიხარ, ზოგს საჭმელიზე მიდის, ზოგი ავატყოფთან მიდის, ზოგი სად მიდის და კეტავენ გზას, იმიტომ რომ მიტინგი აქვს. მიტინგი აქვს, რისი, ვისი, მე ვერ გავიგე და თქვენ თუ გაიგეთ, ვინმე მთქვით რა.
ჯემალ ლეონიძე რამდენიმე ათეულ ბიზნესმენს შორისაა, ვინც ნაცრეჟიმის ძალადობაზე ხმა ამოიღო და სამართლიანობის აღსადგენად დღემდე იბრძვის. გაცილებით მეტმა კი გაქცევა ამჯობინა. ზოგმა უცხოეთში, ზოგიც საკუთარ თავში ჩაიკეტა და მათი ისტორიებიც დავიწყებას მიეცა. ჯემალ ლეონიძე წაართვეს $72 მილიონი. მამია სანადირაძე წაართვეს $20 მილიონი. ზაალჯვანია წაართვეს $20 მილიონი. თამას ელიზბარაშვილი $25 მილიონი. დავით ბეგიაშვილი $15 მილიონი. ქიბარ ხალვაში $100 მილიონი. მაკურ კიღურაძე $4 მილიონი. ბორის მჭედლიძე $10 მილიონი. ბესიკ ხარწიანი $20 მილიონი. ნოშლევან ნამორაძე $3 მილიონი. ჰენრიხ აროშიძე $10 მილიონი. ანზორ ქოქოლაძე $50 მილიონი. ილია დალაკიშვილი $25 მილიონი. მოძრაობდი თბილისში რა ფეხით ჭავჭავაძის პროსპექტში. და დამესხა რამდენიმე ადამიანი ესე ვთქვათ იძალადეს და ჩამფრენეს მანქანაში. კრიმინალები მეგონა რა თავიდან ვერც მივხვდებინებდნენ საერთოდ. და ნუ აი ესე აღმოჩნდი მე მოდულის შენობაში. დავით ბეგიაშვილს კუთვნილი ქონება ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პრემიუმ მაღაზიები მოთხოვეს. დავხვდა ეს ადამიანი გიორგი ოდესიანი. და ნუ იყო ჩაცმული სამხედრო ფორმაში და შეიარაღებული რა, ნუ საკმაოდ ისე რაღაც მილობამდე შეიარაღებული. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულიაო და რაღაცა კონკრეტულად დატოვა. ნაცრეჟიმის ზონდერი გიორგი უდესიანი მიტაცებული ფულით ამჟამად ევროპაში უდარდელად ცხოვრობს და საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე მსჯავრის მიუხედავად არავინ აწუხებს. პატიმრობიდან დაბრუნებულ ბეგიაშვილს კი თავისი ქონება გასხვისებული დახვდა, თუმცა უამრავ ზემოქმედებას გაუძლო და ჩუქებას არ დათანხმდა. ჩემი უღლეს მოსთხოვეს, რომ აი ვარდების რევოლუციას ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლად ვარდების რევოლუცია. ჩემმა მეუღლემ უარი უთხრა მაშინვე, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩავერევის, სახელმწიფო საქმეებში. თარგამაძე იყო მაშინ გივი თარგამაძე მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს ის დღე იყო, როცა მათ ჩვენ შავსიაში შეგვიყვანეს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამირან ქადაგიშვილი იმ პერიოდში ებრაელ ინვესტორებთან ერთად გამა ბანკს ფლობდა და ვაჭრობა 20 მილიონიდან დაიწყეს. აი ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალა, რომ 20 მილიონს თუ გადაიხდიო, მაშინო დავხურავთ თუ ამ საქმეს და ყველაო ჩვენი გზითო წავალთო. დოლარი. ჩხრე გადაიწყეს სახლის და ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე იმ დღეს დაიჭირეს უფროსი ვაჟი და მოდულის შენობაში. ნუ ეს იყო არ ვიცი რა და ვარქვა ამაზე. მეგონა რომ სიზმარში ვიყავი და ეს რაღაცა საშინელ კოშმარში ხვდებოდი. ნუ ძალიან ძიმე იყო ეს დღე ჩემთვის. უფროსმა ვაჟმა გაქცევა მოასწრო და სისხლიანი 9 წელი მთლიანად ემიგრაციაში გაატარა. ოჯახის ყველა სხვა წევრი კი ციხეში ჩასვეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ. ოჯახს მილიონები უბრალოდ არ აღმოაჩინდა და ვაჭრობაც წვრილ თანხამდე გაგრძელდა. ნანა ქადაგიშვილს ქმრის ბიზნესთან შეხება არ ქონია, არსად მუშაობდა და არც არაფერში ერეოდა, თუმცა მაინც დაიჭირეს და თვეობით ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს, იმედით, რომ იქ გონება გაუნათდებოდა და გაახსენდებოდა სად ჰქონდა ფული გადამალული. ეს იყო აი უზარმაზარი შოკი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი არაფერი, რა ვიცი, ახლობლობაშიდაც კი არ ამყოფილა პატიმარი და უცებ შენ ქალი ხვდები ციხეში, იღება კარები და შედიხარ სულ სხვა სამყაროში, აბსოლუტურად აღმოჩნდები. მით უმეტეს ორთაჭალის ციხე ეს იყო კატასტროფა. ასე გამოიყურებოდა ორთაჭალის ციხე, სადაც საკნები ნანას მსგავსი უდანაშაულო ხალხით იყო გაძეწკილი. ევროპაში ყველაზე მეტი პატიმარი მაშინ საქართველოს ყავდა. საკანში მათ ფეხზე უწევდათ დგომა და მორიგეობით ძილი, რადგან იქ არსებული 10 ლოგინით 40 პატიმარი სარგებლობდა. როცა შევედი მუხლები მომეკვეთა, აი წონასწორობას ვეღარ ვიცავდი.
გული მქონდა შიშით. მე აი მართლა შიში რაც იყო, მე პირველად იქ ვიგრძენი ცხოვრებაში. არც დაბანა, არც ტუალეტი, რომ მომკვდარიყავი ტუალეტში, არავინ არ გაგიყვანდა, თუ გარკვეულ დროს არ გააღებდნენ კარებს თქვა. ეს ისეთი დამამცირებელი იყო, იცით, ადამიანად არ გვთვლიდნენ იქ საერთოდ რა. ორთაჭალის ციხე 2013-ში დაიხურა. რისი ერთ-ერთი მოთავე მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. აი ამ პატარა ოთახში ამ კონკრეტულ საკანში 28 ადამიანი იწვა. თქვენ წარმოედგინეთ ზაფხულის სიცხე, როდესაც 28 ადამიანი აქ სუნთქავს, 28 ადამიანი, რომელსაც ასწლში ერთხელ გახყავთ დასაბანად უკეთეს შემთხვევაში, 28 ადამიანი, რომელსაც ზემოთ ცელოფნები აქვს გაკრული, იმიტომ რომ ზემოდან არ ჩამოუვიდეს ზემოთ ოთახის საკნის მაცხოვრებლების წყალი და რა ვიცი ფეკალიები. ქმარიც და შვილიც ნანაკადაგიშვილს ციხიდან გაშვების შემდეგ დაეღუპნენ. სხვა უამრავი პატიმრის მსგავსად ნაცმოძრაობის სასჯელ აღსრულებამ ისინი სასიკვდილო დაავადებული გაწერა. რითი დაიღუპა თქვენი ვაჟი საბოლოოდ? აი ბ ჰეპატიტის შედეგად ციხიდან რომ გამოვიდა უკვე მეოთხე სტადია ცეროზი ქონდა. ნანა ამბობს, რომ ყველაზე მძიმედ ვივამედიდან სააკაშვილის მიმართვებსა და შეგონებებს აღიქვამს. სჯავრდებული კრიმინალის, რომელიც ციხის ნაცვლად სპეციალიზებულ კლინიკაში სპეციალური სერვისით სარგებლობს და მის ყოველ დაწუწუნებაზე ექიმთა კონსილიუმები ეწყობა. აი ესეთი გაცოფებულება როცა ვხედავ მას, რომ აი რა გრძნობა ვერც აგიწერთ რა. ეხლა ხო წერს ეგ სპეციალიზირებულ საავადმყოფოში. ასევე ეკუთვნოდა ჩემ მეუღლეს, თუ ეგ იყო მაღალი თანამდებობის პირი, ჩემი მეუღლეც ყოფილი ვიცე-პრემიერი იყო და მაგასაც ეკუთვნოდა რაღაც განსაკუთრებული ციხეში ყოფნა. მაგრამ არა, ჩემი მეუღლე წამებით ისეთი წამებაში ამყოფა და ჩემი შვილი რომ გამოვიდნენ დიდხანს ვერც ერთმა ვერ იცხოვრეს. ნაცრეჟიმის ნაცისტურ დანაშაულთა ისტორიების მოსმენას საპარლამენტო კომისია კვლავაც განაგრძობს. თუმცა რეჟიმის მსხვერპლნი და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ რაც ითქვა და რა საბუთებიც არსებობს, ნაცმოძრაობის ასაკრძალად უკვე საკმარისია და ეს რეჟიმის მსხვერპლ ათასობით ოჯახის წინაშე სახელმწიფოს ვალიცაა.